დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ჩავარდნილი გეგმა უკრაინასა და საქართველოში არეულობის მსურველებს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოგზავნაში, რომ კონკრეტული უცხოელი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, მოწმეთა ჩვენებებითაც დასტურდება კიევმა პროკურატურის მოთხოვნილი ინფორმაცია ამ დრომდე არ გამოაგზავნა. სააკაშვილს კი შესრულებული როლი მეოთხე გამომტყუნებელ განაჩენად დაუჯდა. გიორგი აბაზაძე გიამბობთ. ჩერნომორსკი, ფოთი, აბაშა, ბათუმი და თბილისი. რევოლუციის მოსაწყობად და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩასაგდებად კონტრაბანდული ტვირთის სახით შემოაპარა უკრაინამ სააკაშვილი საქართველოში. თუმცა გემ ვილნიუსით დაწყებული მოგზაურობა ხმელეთზე რამდენიმე საათში რუსთავის ციხეში დასრულდა. კრიმინალ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა, რომ რამდენიმე თვით ადრე უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს ეს ელგუჯე ცომაიას ჩვენებით დასტურდება. 2021 წლის აპრილში მას გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა და დახმარების სანაცვლოდ თავისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთოთი საქართველოს საზღვარზე სააკაშვილის გადაყვანას თხოვა. შეგვიძლია მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას საქართველოში. თავთან წავედი საგელი სამოსაყვანად. იქნებოდა მიშა მანქანა და გადმოსულ ჩემანქანაში. გია ლორთქიფანიძე ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილეა. ძებნელი ლორთქიფანიძე თავს უკრაინის ხელისუფლებას აფარებს, სადაც სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეა. ის ჯერ კიდევ 2016-ში სააკაშვილმა ოდესის მილიციის უფროსად დანიშნა. ელგუჯე ცომაიას გარდა დანაშაული აღიარეს მამაშვილმა წოწორიებმა და გიორგი ნარიმანიძემ. ისინიც სააკაშვილს ეხმარებოდნენ. უკრაინელი მაღალჩინოსნების გეგმა, რომლებმაც სააკაშვილის წარუმატებელი სპეცოპერაცია დაგეგმეს, მალე გამოაშკარავდა, როცა საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდეს. ამიტომ ამ გეგმის უპირობო შემსრულებელი კრიმინალი სააკაშვილი იქნებოდა. თუ არ მოხდებოდა მისი გათავისუფლება, გავიხსენოთ მისი სიტყვები 1-2 წლის წინანდელი, რომ ამ შემთხვევაში ის ალაპარაკდებოდა და ალაპარაკდებოდა მისი საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით. ესეც მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა სააკაშვილის შემოსვლას საქართველოში. ხელისუფლების შესაცვლელად მასობრივი გამოსვლების ორგანიზება იყო საჭირო. მუხტის ასაწევად ევრობიუროკრატია მიარაღად სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას სცადა. იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის პრეზიდენტიც იყო და რომლის მოქალაქეობაზეც უარი უკრაინაში თანამდებობის მიღების გამოთქვა. სააკაშვილის სასჯელისგან დახსნის კამპანიაში სწორედ ევროდეპუტატები ჩაერთვნენ. ასე ვიხილეთ გიული ალასანიაც ევროპარლამენტში. თავისი შვილის მხარდამჭერ დეპუტატებთან ერთად და ვნახეთ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით ევროკავშირის ქვეყნების ელჩების დემარში თბილისში. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს ის ბოროტი გეგმა, რომელიც ჩაფიქრებულია. სააკაშვილი მით უმეტეს ამ გეგმის ერთ-ერთი შემდგენელი და ერთ-ერთი ლიდერია. ეს არის ინტერესთა დაკავშირება კონკრეტული ადამიანებისა, ვინც საქართველოში არის და ადამიანისა, რომელიც უნდა ჩამოვიდეს და ეს ინტერესები მოიყვანოს რეალობაში. ეს არის რევოლუცია. გადაწყვიტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, შეექმნათ საფუძველი იმისთვის, რომ არა ლეგიტიმური რევოლუციური პროცესები წარმართულიყო და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი აღარაჟნების კონტეინერით შემოაპარეს საქართველოში. მათი მიზანი იყო ქვეყნის დაქცევა. ჩვენი ქვეყანა უნდა ჩართულიყო ომში, აქ უნდა პირველ ეტაპზე დაწესებულიყო სანქციები რუსეთისთვის, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც 20% ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და შემდგომ რა თქმა უნდა ეს სახელმწიფო ბორტით მოხალისეების გაგზავნა საომარ ვითარების ზონაში ბუნებრივია, რომ საბოლოო ჯამში ეს თუ არა კიდე სხვა ქმედებები გამოიწვევდა დაპირისპირებას და გამოიწვევდა ომს საქართველოში. უკრაინაში დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩავარდა. მიხეილ სააკაშვილმა კი არაჟნის კონტეინერიდან ციხის პალატაში გადაინაცვლა.